საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 2017 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში იკავებდა რა სხვადასხვა უწყებაში მაღალ თანამდებობებს სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 2021 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ავტორიტეტი და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ გამორჩენის მიღების მიზნით დაეხმარა ერთ-ერთ კომპანიას მის მიერვე დაფუძნებელი შპს სხვა კომპანიისათვის $4,400,000 მიყიდვაში, რის სანაცვლოდ აღნიშნული კომპანიისგან მიიღო დაახლოებით $400,000. ბრალდებულმა კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის, დამალვის და შენიღბვის მიზნით, რომლის ლეგალურ წარმომავლობასაც ვერ დაასაბუთებდა, ამ ქონებისათვის კანონიერი სახის მისაცემად განახორციელა შემდეგი ქმედებები. 2023 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის ოჯახმა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 120 კვადრატული მეტრის ბინის შესაძენად საქართველოს ბანკიდან გადარიცხა დაახლოებით €600,000. აღნიშნული თანხა გადაირიცხა ბრალდებულის მეუღლის საბანკო ანგარიშიდან, რაც მას 2023 წლის 26 ივნისს აქვს შეტანილი ნაღდი ფულის სახით მის ანგარიშზე. ვინაიდან აღნიშნული €600,000 ლეგალური გზით წარმომავლობა ბრალდებულს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდა, აღნიშნული თანხის გაურკვეველი წარმოშობის შენიღბვის მიზნით ბრალდებულსა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში ყოფი პირების შეთანხმების შედეგად დამზადდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თითქოს ბრალდებულის მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში €600,000 უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაში მყიდველად ფიქციურად დაფიქსირებულ პირს, ბრალდებულის მეგობრის პენსიონერ დედას. რეალურად კი ბრალდებულის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა. ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს ზემოაღნიშნული კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვის და შენიღბვის მიზნით შეძენილი აქვს 2 ავტომანქანა, რომელთა ღირებულება ჯამში $842,592 ლარს შეადგენს. აღნიშნული ავტომანქანები ფორმალურად გააფორმა მისი და მისი მეუღლის ნდობით აღჭურვილ პირებზე. გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, რომ ხსენებული მეთოდებით ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის $2,556,192 ლარის ლეგალიზაცია. სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის მეორე ნაწილით და 194 მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახე და ზომა 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმეზე გამოძიება გრძელდება.